ნორმალია დავალა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი სიცხე. მე თქვენთან პრობლემა არ აქვს. ეს ვის დაგავალა? ეს ვის დაგავალა არის ძალიან დიდი სიცხე. აი უკვე კითხვას გისვენ ქართველებო. აი ამ შინაარსის წარდგა თქვენს მიუღებელთ, მაგრამ ყველა ქართველებო თო სოხუმში ერთად უნდა დავუბრუნდეთ და ყველა ერთად უნდა დავერთდეთ საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი სიცხე. აი თუ შეგიძლიათ უბრალოდ შეტყვით აი ეს სიცხე. რატო აი თქვენი აზრი მაგ როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ქართველი ადამიანი, რა ვიცი. მოვედი ახლა შემთხვევით. კარგი, მაშინ ზედამხედველი მოვიდა, მივუდი და პროექტს ვერ გაასრულა. ვისი დავალებია? ბატონო? მერი. და პირადად მერი სამსახურში? მერის დაკონტროლე. მერის დაკონტროლე. ეს წარწერა ემსახურება იმას, რომ საქართველოს უნდა გამთიადდეს სამართლებრივ და აფხაზეთი რო არის საქართველოს. თუმცა წეღან როგორც ჩვენ გავესაუბროთ იმ ადამიანებს, რომელიც ამ წარწერას შლიდნენ, ვითხრეს რომ იყო მოსული თვითონ ნარმანია და მისი დავალებით შლიდნენ ამ წარწერას. ეს არის სამართლო არის მერისთვის სამართლო არის ეს ხელისუფლება მთლიანად და ისინი რაც მოსულები არიან ებრძვიან საქართველოს ერთიანობას. მთლიანად ნარმანიას დავალებით შლიან წარწერებს მომავალ სოხუმში მოგეხსენებათ ყველა გახსოვთ რომ ამ წარწერების გამო დააკავეთ ჩვენი თანამებრძოლები პატრიოტი ახალგაზრდები თავისუფალი ზონის წევრები ამ თავრობისთვის მიუღებელია მსგავსი შინაარსის წარწერები რადგან ისინი არიან რუსეთის იმპერიის ოკუპანტი რუსეთის მონები და ნამდვილად არ შეერჩებათ ასეთი მონული პოლიტიკა რაც თავარია ყველას მოგვიწოდეთ რომ ვიბრძოლოთ საქართველოს ერთიანობისთვის მსგავსი ქმედებები არის ღალატი და აუცილებლად უნდა ვაგებინოთ პასუხი ამ მოღალატე მთავრობას დღეს 9 აპრილია ზუსტად ამ სიმბოლურ დღეს დაამტკიცა ნარმანიამ და ამ უვიცმა მთავრობამ მსგავსი შინაარსის წარწერების დაშლა. აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლეთ საქართველოს ერთიანობისთვის და ძლიერებისთვის. გამარჯობა. მოგესალმებით. ისმეთ რა შეესაბამება. მოგახსენებთ აქ არის წარწერა სოხუმი. ნარმანიამ პირადად მომზადებული ეგრეთ წოდებული თბილისიდან დაავალა მუშეთად რა პრეტენზია გვაქვს დაავალათ ეს უკანონობა ეს ხალატი და ეს სიცხე და უბრალოდ თხოვეთ რომ მუშებს ვინ არის პასუხისგებელი და გითხრათ მე და პასუხისგებელი პირი არ მოდის პასუხისგებელი პირი ზის ეგრეთ კოლბაში და არ გამოდის პასუხი გვაინტერესებს არანაირი ზეწოლა არ ყოფილა ჩვენში და არანაირი შეგვეცდია და ველოდებით მერის წარმომადგენელი მერის წარმომადგენელი მინდა რომ გავესაუბროთ თვითონ გითხოთ რომ მერის წარმომადგენელი მოგზაურობა პასუხი აფიცერია და მერიდან დაურეკეს მე ვკითხეს მუშებმა რომ მერის წარმომადგენელი არ მოვა პატრული მოვა თქვენს მოხდეთ ძალიან ისე თქვენია ესე არ წაიშალოს ეს ნაწერები? დიახ ან თუ წაშლას პასუხი რა გაქცეს? ამათ დაგვავალეს მერიდან ნარმანიაც იყო მოგზანებული ნარმანიამ დაგვავალა პირადად შეგვამოწმა ან თუ წაშლას თუ იწებენ აგერ გავხედოთ აი 1000 უაზრო წარწერა იმ მეორე ხიდზე აი რატო უნდა წაშალო სოხუმი ჩემი იერუსალიმია და მომოვარწერ სოხუმში და რატო არ უნდა წაშალო აი ეს რაღაცა გავაკაველი წარწერები თავიდან ბოლომდე თქვენი აზრით უნდა წაიშალოს თუ არა ეს წარწერა ჩემი აზრი მეორე ხარისხოვანია შემთხვევაში აი როგორ საქართველოს მოქალაქე მაგას გაქცევს სამსახურები პასუხი ბატონო შესაბამი სამსახურები გაქცევენ მაგაზე პასუხისგებელი პირი მოვიდეს და ამ მოღალატეულ საქციელზე პასუხი გაქცევს და ამ სიცხეს ჯერ აი ამ წარწერის სასას რომელიც საქართველოს გამთიადებას და გაერთიანებას ემსახურება აი ის წავდა უშუალოდ ბატონო ალბათ ლამაზად უნდა რომ გადააწერო ძალიან ლამაზად უნდა გადააწერო აი როგორც ჩანს პატრულის დახმარებით აგრძელებენ ამ უკანონობას სირცხვილია უკვე პატრულს აყენებენ უხერხო მდგომარეობები პატრულის დავალებით მერის სამსახური არ არც მერის წარმომადგენლები არ მოდიან პატრულის ხელშეწყობით იცავენ არც არ წავაპირ უკანონობაზე არ ზეწოლა არანაირად სწორედ პატრულს იყენებს ეს თავრობა რომ არის უკანონობა და ეს მოღალატეობრივი ამ